განსაკუთრებით რთული ვითარება ამ დრომდე არის სამცხე ჯავახეთში, უფრო კონკრეტულად კი ადიგენში, სადაც 9 ოჯახი შეიძლება ითქვას, რომ გარე სამყარო სრულად არის მოწყვეტილი, ათობით ადამიანი კი ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გარეშე არის დარჩენილი. განსაკუთრებით რთული ვითარება სოფელ გომაროში და შოყაში არის შექმნილი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ პირველი სართულები საცხოვრებელი სახლები სრულად არის განადგურებული. ადგილობრივი მაცხოვრებლები ყვებიან, რომ მათ ასეთი მასშტაბის ღვარცოფი და ესეთი მასშტაბის სტიქია ამ სოფლებში არ ახსოვთ მეტიც, ისინი გვიყვებიან მძიმე ისტორიებს, რომ მთელი ღამის განმავლობაში, მაშინ როდესაც ძლიერი წვიმა დაიწყო ამ სოფლებში, ამ ადამიანებმა შიშის გამო გადაწყვიტეს, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლებიც კი დაეტოვებინათ და ღამე ტყეში შეეფარებიათ თავი იმისთვის, რომ ის ძლიერი წვიმის შედეგად წამოსული ლოდები და ქვები ღორღებს არ ჩაეტანათ მათთან ერთად მათი საცხოვრებელი სახლებიც. ამ დრომდე არ არის მათთან მისასვლელი გზა სრულად გათავისუფლებული, გაწმენდილი და გასუფთავებული და ისინი დახმარებას ითხოვენ, რომ დროულად მოხდეს მათი გარე სამყაროსთან დაკავშირება. როგორც გითხარით, პირველი სართულები სრულად დაიტბორა ამ სოფლებში საცხოვრებელი სახლების შესაბამისად არ არსებობს არც ერთი ტექნიკა და არც ერთი ავეჯი, რომელიც ამ სტიქიას გადაურჩა. თქვენ ახლა კადრშიც ხედავთ, რომ სრულად არის ამ სოფლების საცხოვრებელი სახლების ეზოები ლოდებით დაფარული და სწორედ ეს ქვაღორღია ის მძიმე მასა, რაც ჩამოიტანა მდინარეებმა და ადიდებულმა კალაპოტებმა გუშინ ძლიერი წუხელ გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად. ასევე დაზიანებულია ავტომობილები, 10-მდე ავტომობილია დაზიანებული და ადამიანები ახლა გაუსაძლის პირობებში არიან ამ სოფლებში. ამ წუთებში მიმდინარეობს ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და ტერიტორიის გასუფთავება, რომ ეს ადამიანები გარე სამყაროს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდნენ. ყველაფერი წაღებულია, აღარც საქონელი, აღარც ბოსელი, აღარც სახლი, არაფერი არა. ყველაფერი აგერ გამოსახლებული, სხვაგან ვართ პატარა ბოუში მყავს გამოყვანილი აგერ. გვეშინია ვერ ვჩებით, ჩვენ რა გვეშველება არ ვიცი. 4 მანქანა დაუმტრია, სახლის კედლები ჩამოიშალა, ბოსელი კუხნა ყველაფერი მიწასთან გაასწრო, აგერ კიდევ ამ ქალბატონის სახლია კიდევ წყალი შეუვიდა, მე ის მხარე ერთი სიტყვით ლა აიღო რა ყველაფერი. აღარც მოსავალი ვარ და ვისაც იქეთ ეზოები გვაქვს, იქენე წყალი ჩავარდა, ყველაფერი წალეკაც აიღო, საქონელიც მეგონი არიან. კი, და ფერი, ხე, ყველაფერი დაგვაყარა. და გევიქეთ ზევით ტყეში დეუმალეთ. დეუმალეთ ტყეში. პატარა ჩვი ბოუში ტყეში ხის ძირში ვიმალებული. ხის ძირში ვიყავით დამალული. და არა მოსულან და არავის არ მოგწევია ყურადღება. მანქნებიდან ძირში არ გადმოსულა. ყველაფერი აღარც მისცა დამჭა, აღარც სახურების წეიღო, ყველაფერი წეიღო. ეს ფრინველები, ცხოველები ესენი? ძროხები ბერენდებიდან ტყეებში არიან. თქვენ უსმენთ პირდაპირ ეთერში ადიგენის მაცხოვრებლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩნენ, მათ არც შემოსავლის ერთადერთი წყარო გარეშე დარჩნენ, ისინი არც სახნავს ათესი მიწები, არც მოსავალი არ დაუტოვა ძლიერმა სტიქიამ და ასევე არც პირუტყვი გადაურჩა ამ ძლიერ სტიქიას. თუმცა ადიგენი არ არის ერთადერთი რეგიონი, სადაც ძლიერ სტიქიას ებრძვიან ადამიანები, ასევე რთული ვითარება იყო ბახმაროში, სადაც გამთენისას ასევე ძლიერი და უხვი ნალექის შედეგად ადგილზე რამდენიმე ოჯახის ევაკუაციაც კი გახდა საჭიროდ. დაახლოებით 12-მდე ოჯახი გამოიყვანეს კოტეჯებიდან იმისთვის, რომ მათ სიცოცხლის საფრთხე არ შექმნოდათ და ასევე დაზიანდა როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე გზები, ინფრასტრუქტურა, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მოგეხსენებათ, კურორტი ბახმარო არის ტურისტული ადგილი, კურორტი, სადაც ბევრი დამსვენებელია და ამ წუთებში ადგილზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს დისკომფორტი არ შეექმნათ, თუმცა როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ყვებიან, არც ბახმაროში ახსოვთ ადამიანებს ამ მასშტაბის მეწყერული და სტიქიური შემთხვევები, როდესაც სრული ტერიტორია დაიფარა მდინარეებისგან, ადიდებული მდინარეებისგან და ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა იქ მაცხოვრებელ და დამსვენებელ ადამიანებს. პირველი გამთენისას ძლიერი წვიმის შედეგად ადიდა მდინარეები და საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას. და როცა მოსახლეობა დამსვენებლებს ეძინა, ეს მოულოდნელი იყო, რა თქმა უნდა, და კურორტის ადმინისტრაციასთან ერთად დროულად იქნა მოსახლეობის გაფრთხილება, გამოვიყვანეთ უსაფრთხო ადგილას, სადაც 10-12 კოტეჯიდან გამოვიყვანეთ მოსახლეობა. სკვერპლი ავიცილეთ თავით. ეხლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად, იხსნება შიდა გზები.
სანიარგვე არხები იწმინდება, ეხლა ნორმალური სიტუაციაა. ამ მონაკვეთში, სადაც ეხლა ეს განვითარდა, თითქმის არავის არ ახსოვს, რომ მსგავსი რაღაცა ყოფილა. საათი იყო, ისეთი ძლიერი წვიმა წამოვიდა, რომ აი გაგვეგვიძა კიდევაც და შემდეგ ერთ საათში გადაიღო. ძალიან ძლიერი ხმა შემოგვესმა, ალბათ უკვე ეგ ვიდეოც მაგ დროს გადავიღე და ეტყობოდა უკვე რომ კაბალამოტი ადიდებული იყო. შემდეგ მე მალევე კი დაწყნარდა, მაგრამ შიშისგან რა ვიცი, რაც მომახერხეთ. ირგვლივ ხედავდით, რომ ევაკუაცია მიმდინარეობდა ბავშვების კოტეჯებიდან. სახანძროს 112 ყველა ირგვლივ იყო და დიდი ხანია უკვე ბახმაროში დავდივარ ბავშვებიდან და მსგავსი არ მახსოვს. უხმა ნალექმა ამასთან ერთად პრობლემები შექმნა ცაგერსა და ლენტეხშიც, სადაც საავტომობილო გზები სრულად იყო ჩახერგილი და ვერც ერთი ტიპის ავტომობილი ამ ტერიტორიაზე ვერ გადაადგილდებოდა და ახლა ცაგერი ლენტეხის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ეს არის მოცემულობა, რაც ახლა არის სამ რეგიონში, სადაც პრობლემები შეიქმნა უხვი ნალექის შედეგად და იმის შემდგომ ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ უნდა შეიქმნას ის კომისია, რომელიც დათვლის ზარალს საბოლოოდ და ისინი მოითხოვენ შესაბამისი უწყებებისგან, რომ ეს ზარალი დროულად იქნას ანაზღაურებული.